ადამიანად დაბადება ნიშნავს იმას, რომ მე ჩემი პასუხისგებლობით გავაცნობიერო და ავიღო პასუხისგებლობა იმაზე, რომ ის რაც შესაძლებელია უნდა შევცვალო. და ეს თერაპიული მიდგომა მე რაც ნახე, ამის გარეშე არ გამოდის ხოლმე. არასოდეს. და დაამსხვრიო მთელი ის პატერნები, რამაც მოგიყვანა აქამდე. და აღმოაჩინო როგორ ხდებოდი აქ. არა რატომ, არამედ როგორ ხდებოდა, რომ როგორ ეს პროცესია. როგორ მოდიოდი ნელა აქამდე. როგორ ირჩევდი ამ ტოქსიკურ პარტნიორს. როგორ ხდებოდა, რომ თქვათ იქ რაღაცა ილუზიაში შედიოდი, როგორ ხდებოდა, რომ ვიღაცა შენით მანიპულირებდა, ეს პროცესია და პროცესუალურად თერაპიაში ხდება ამისი რეკონსტრუქცია, როგორ მოხდა, ხო ეს ყველაფერი და ფაქტობრივად იწყებ თავიდან გავლას მთელი წარსულის. ის კვლევას და გადაფასებას და კრიტიკულად შეხედვას, ხო, კრიტიკულად დანახვას და გაცნობიერებას, რომ თითოეულ ჩვენგანს გვაქვს რა თქმა უნდა, ესე ვთქვათ, ის მხარეები, რომლებიც პოტენციურად მოიზიდავს ტოქსიკურ ადამიანებს და ასევე ჩვენშიც ტოქსიკური ბირთვები, ხო, რომლებიც შეიძლება ჩვენი მხრივ სადღაც ტოქსიკურ ცევაში ვიყოთ და ამისი დანახვა ხშირად მოითხოვს დიდ სიმამაცესაც და პასუხისგებლობას, იმიტომ რომ ნახეთ ქალების ნაწილს ეს პრობლემა აქვს, სხვადასხვა თქვა, რომ ეს ყველაფერი იმის ბრალია, რომ ეს მანიპულატორია, ამან დამიშავა, მაგრამ ჩემი პასუხისგებლობა რა არის, რომ მეც უნდა ავიღო პასუხისგებლობა იმაზე, რომ ეს კონკრეტული ადამიანი ჩემ ცხოვრებაში იყო და რაღაც სარკისებრი არეკვა შეუძლო რომ დავინახო, რომ მარტო იქ არ არის პრობლემა. იქ რასაკვირველი არის პრობლემა, მაგრამ მეორე მხარეს the other side of the moon, როგორც ამბობენ, თვალის მეორე მხარე, რომელიც არ ჩანს, ხო ვიცი თქვენგან. იქაც არის ადგილები, რომლებიც აი ამ ტოქსიკურ ენერგიებს იზიდავენ, ხო, სამყაროდაში და დავინახოთ ეს ჩვენი ნაწილები და ალბათ თან დაეხმარებათ ასტროლოგია ამაში ადამიანებს ასევე არა? კი, მათ კი ჩანს ხოლმე რუკაში ის წერტილები და ის მოდელები, აი ბევრად უფრო მოკლე გზა არის ხოლმე. ანუ მე როგორ მუშაობ, იცი, გავდივართ უფრო ასტროფსიქოლოგიას, თავარი სამუშაოს ვატარებთ, მერე მიდის თუ ჭირდება ადამიანს უკვე თუ გამოხატულად უნდა რომ შეცვალოს ცხოვრება, მერე მიდის თერაპიაზე. და შესაბამისად უფრო იცის რა აქვს, აი პირველი შეხვედრა ბევრ სხვადასხვა ტრავმებთან. მე ესე მუშაობ ყოველ შემთხვევაში. ასტროლოგიურად აქვს, შემდეგ ის ასტროლოგია დანარჩენს ვერ მისცემს, უნდა წავიდეს თერაპიაზე აუცილებლად. მეც მანდავარ, მეც თერაპიაზე დავდივარ, მეც თერაპევტებიც დადიან, სუპერვიზია აქვს, 1000 რაღაცა აქვს და მე ეს მინდა გითხრა ხო, რომ მე რასაც ვაკვირდებოდი, ორივეს თანამშრომლობა ფსიქოლოგიის და ასტროლოგიის გაცილებით ეფექტური არის. თორე მარტო ასტროლოგიაში ჩვენ ბრმად ვართ, მაინც, იმიტომ რომ კაი, ეს არის ფსიქოანალიზი, ჩაუტარე ჩემ თავს დიაგნოსტიკა, მე რას ვაკეთებ. და მარტო ფსიქოლოგიაც ეს უფრო ხანგრძლივი გზა არის. გზა არის ძალიან მაგარი, მაგრამ ხანგრძლივი. ორივე სინთეზი ეს არის უკვე მოკლე გზაში სერიოზული სამუშაოს ჩატარება. მე ესე ვხედავ. და მე მგონია რომ აი მე რატომ მინდა რომ ფსიქოლოგიას რატო შემომაქ ასტროლოგიაში, იმიტომ რომ აი პირადი რუკა და მორჩა გონიათ და თაროზე უნდა შემოვდო და აქედან იწყება ყველაფერი თქო, ესე ვამბობ. ეს პირველი ჩვენი კონსულტაცია, ეს არის მოგზაურობის დასაწყისი, პირველი სურათი, პირველი კარტების გახსნა. ქეცნობიერის გახსნა, შემდეგ თერაპიამ უნდა დაალაგოს ეს ყველაფერი. იმიტომ რომ პატერნები დარწმუნებული ვარ ჩანს კარგად, ხო იქ? მე რასაც ხედავ ერთ-ერთია. რა ტიპის პატერნებია, რომელიც განმეორებადია და რომელიც ტოქსიკურია და მე აბსოლუტურად გეთანხმები იმაში, რომ ტრანსპერსონალური ფსიქოლოგიაც არსებობს ესეთი, რომელიც ამბობს, რომ არის ფსიქოლოგიაში რაღაცა, რაც პიროვნებასაც ცდება, ხო და უფრო დიდ ველში შევდივართ.